მეგობრებო, მოგესალმებით, ორშაბათი დღეა დღეს და ტრადიციისამით რომ თქვენ გთავაზობთ კვირის არკანის ენერგიას. ჩვენ გადავხედავთ და ვიმსჩელებთ თუ როგორი იქნება ჩვენი ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები, ზოგადი ენერგია როგორი გვექნება, ხო, ზოგადი ენერგია, მნიშვნელოვანი წამყვანი ენერგიას ფონად რა გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა თქმა უნდა გაფრთხილება. ხო, მე პირადად ვფიქრობ, რომ ასე უფრო მეტად ინფორმაციული იქნება ყველა მსმენელისთვის, რომ მე იმდენად თვითო არკანზე ვრცელ ინფორმაციას გაწვდით, რომ ვფიქრობ, მთლიანობაში საკმაოდ ინფორმაციული არის ეს ინფორმაცია და ისე გიხსნით, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მსმენელს შეუძლია, რომ თავის რეალობაზე მოარგოს იმ ენერგიით, რა ენერგიის ქვეშაც უშუალოდ კვირის არკანის ენერგია იქნება. მოარგოს თავისი დინამიკით და მოარგოს თავისი პოტენციალით. ასევე შეგახსენებთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ ჯგუფი მზისკარი არის უკვე 3 წლის და ძალიან ბევრ ადამიანებს აერთიანებს ეს ჯგუფი, ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლილ ცხოვრებას, წარმატებას, გამარჯვებას. სხვათა შორის ამ დღეებში ვამბობდი, რომ ალბათ მალე შევწყვეტ ესეთ პირადი კონსულტაციების მიღებას, ვნახოთ ეს ყველაფერი განიხილება. მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც თუნდაც იგივე ყოველწლიურად მოდის და იკეთებს ყოველი წლის პროგნოზს და ამ ყველაფერს აკვირდება ინდივიდუალურად, მე ასეთ ადამიანებს ვეტყვი, რომ რა თქმა უნდა უმჯობესია შემოვერთდნენ ჩემს დახურულ ეზოთერიულ ჯგუფს. რატომ და იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ თითქმის ყოველდღიურად კეთდება ისეთ თემებზე საჯარო გაშლები, რომლებიც არც YouTube არხზე იდება და არც აქ, რა თქმა უნდა, იქ ცოტა სხვა თემებზე ვმუშაობთ, იმდენად ინფორმაციულია, იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანს აღარ სჭირდება მთელი წლის განმავლობაში, მოდი ასე ვთქვათ, პროგნოზის მოლოდინი, იმიტომ რომ ფაქტიურად მისი ყოველდღიური, მისი ყოველკვირეული, ყოველთვიური დინამიკა ენერგიების მიხედვით იმდენად გასაგებია და იმდენად იცის და იმდენად მზაობა აქვს და იმდენად ჩეკაპს უკეთებს, ასე ვთქვათ, და იმდენად შემხებლობაში ამ საჯარო გაშლების აბსოლუტური ინფორმაციული სისავსით თავის რეალობას, რომ ჯგუფის წევრებს ხო გეუბნებით, ნაკლებად, რომ მე უკვე სჭირდებოდეთ პირადი კონსულტაციის ჩატარება, ხო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მსუყეა ინფორმაციულად და გარდა საჯარო გაშლებისა, რა თქმა უნდა, მუშაობთ ჯგუფურ რიტუალებზე, პრაქტიკებზე, ახლა მაგალითად მარათონი გვაქვს, რომელიც 10 დღიანი მარათონებია, ხან ორკვირიანი, ხან ერთთვიანი მარათონები, მაგიური მარათონები, რა თქმა უნდა, სადაც სხვადასხვა მიმართულებებით ვმუშაობთ, ასევე ჯგუფური საჯარო რიტუალები, პრაქტიკები, რაც უშუალოდ მოიაზრებს არა მხოლოდ ბუმერანგს, რომელიც ასე ძალიან უყვარს ჩემს მსმენელს და წლები მარტო ეს ჩემი ბუმერანგის ვთქვათ პრაქტიკის ხათრით შეიძლება იყვნენ ჯგუფში არიან ესეთი ადამიანებიც, არამედ სხვადასხვა ასპექტების მოზიდვა, გაძლიერება. პერიოდულად ძალიან მნიშვნელოვანი პოდკასტები ზიარდება, რა თქმა უნდა, და მოკლედ ინფორმაციულად ჯგუფი იმდენად სავსეა, რომ და იმდენად აბსოლუტურად შესაბამისი თუ შეუსაბამოა თანხა, რომ ამბობ ხოლმე ზოგს ეცინება მაგალითად ამ კონკრეტულ საფასურზე. მაგრამ ეს არის ჩემი საფასური, ეს არის ჩემი დაწესებული ბალანსის, ასე ვთქვათ, საფასური, ბალანსის თანხა, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა მსურველ ადამიანს და მაძიებელ ადამიანს უნდა შეეძლოს და იყოს ხელმისაწვდომი, რომ შეეძლოს ჯგუფში ყოველთვიურად ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტად ხანგრძლივ პერსპექტიულ სამუშაო პროცესებს, ვიდრე შემოვედი ერთი კვირა, გავედი და ხო, არა, იქ მუდმივად პროცესებში ვართ და ამიტომ შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დახურულ ჯგუფში გამოაგზავნოთ მოთხოვნა, გასცეთ კითხვას პასუხი და დაელოდოთ
ადმინი, ასე არის ჩემი ჯგუფის მთავარი ადმინი დაფიქსირებული, რომელიც თქვენ დაგეკავშირდებათ, გაგესაუბრებათ, ჯერ მეგობრობას გამოგიგზავნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მერე უკვე გასაუბრების შემდგომ შეგიძლიათ გახდეთ ჯგუფის სრულფასოვანი წევრი ჩემოძირფასობის გარელება. რა თქმა უნდა, ავთენტურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყალბი პროფილები და უკვე სიყალბით და ტყუილით დაწყებული ურთიერთობები იქვე მთავრდება, ამიტომ მხოლოდ ის პროფილები დაიშვებიან, რომლებიც არიან რეალურები და რომლებიც რეალურად შემოდიან თავიანთ ცხოვრებაში გარკვეული პროცესების შესაცვლელად. ხო? კიდევ რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა? ალბათ გზადაგზა გამახსენდება. მოკლედ აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო. კეთილი, ახლა კვირის არკანის ენერგიები მიმოვიხილოთ, დღეს ორშაბათი დღეა. და მოდით შევაფასოთ ჩვენი მთავარი ენერგია. ჩვენი მთავარი ენერგია ამ ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში ვიქნებით ადამიანები, ვისაც გამოწერილი აქვს არხი, რა თქმა უნდა. მთავარი ენერგია განვიხილეთ, ეხლა ვნახოთ. როგორი იქნება ფინანსური ენერგია? როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში ფინანსური პოტენციალი? კეთილი, როგორი იქნება ჯანმრთელობის პოტენციალი? როგორი პოტენციალი აქვს ჯანმრთელობას ამ ერთი კვირის განმავლობაში? კეთილი. და პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორ ენერგიებში იქნებით? ვნახოთ, ესეც პარტნიორული ურთიერთობები. კეთილი. და გაფრთხილება. გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ რას უნდა გაუფრთხილდეთ, მოუფრთხილდეთ სამყაროსგან გაფრთხილებას, რასაც ვეძახით. ესეც ამ კონკრეტულ არკანში გვექნება. აი ასე, რასაც გაფრთხილება. კეთილი, დავიწყეთ. დავიწყეთ. ძალიან კარგი. შევდექით საქმეებს, მე და თქვენ. პირველი ეს არის კვირის წამყვანი ენერგია. რომელ ენერგიებში ვიტრიალებთ? კეთილი და მშვენიერი და ბრწყინვალე და ჩვენთან მოვიდა არკანი მზე. ჯგუფში როდესაც დღის არკანად გვაქვს არკანი მზე, კი, ნამდვილად ძალიან პოზიტიური, დადებითი კვირის პოტენციალია, უდაოდ ეს შეიძლება იყოს ახალი სიცოცხლის დაბადება, სასურველი ფეხმძიმობის გაგება, წარსული, ვთქვათ, ტკივილების წარმატებით ჩახურვა, პრობლემების წარმატებით ჩახურვა, ზოგადად ნებისმიერ სიტუაციაში გარკვეული პოზიტიური დასასრული ჩანს ნამდვილად შედეგი, რომელთაც უდაოდ ძალიან ისიამოვნებთ. თუმცა ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ არკანი მზე ასევე მზე არის ჩვენი ეგო და ეგოს გამოცდებიც ბლომად იქნება. ხო, ამისათვის მზად იყავით. როგორც ასეთი, რამდენად სწორად გაქვთ საკუთარი საზღვრები დალაგებული ზოგადად გარემო სამყაროსთან, ადამიანებთან, ურთიერთობებში, ურთიერთობების კონტური რამდენად შენარჩუნებული გაქვთ, ასე ვთქვათ, ხო? ამ ნაწილში შეიძლება იყოს ესეთი პატარ-პატარა გამოცდები ნამდვილად, ხო? რამდენად შეგიძლიათ ასევე დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ვთქვათ, რამდენად შეგიძლიათ რომ საკუთარ თავზე უფრო მეტად იყოთ კონცენტრირებული და ორიენტირებული, ვიდრე ვთქვათ, ყველაზე და ყველაფერზე საკუთარი თავის გარდა, ხო? არკანი მზე ასევე გვასწავლის იმას, რომ დროა საკუთარ თავსაც და საკუთარ სურვილებსაც მივაქციოთ. ყურადღება. მთლიანობაში არკანი მზე ეს არის პოზიტიური არკანი ნამდვილად. შესაძლოა გარკვეულ სიტუაციას სინათლე მოეფინოს, თქვენთვის გასაგები გახდეს, როგორც თქვენ ნათელი მოეფინოს გარკვეულ თქვენთვის გაუგებარ პროცესებს და ესეც ერთმხრივი გამოსავალი იყოს გარკვეული რთული სიტუაციებიდან. შეიძლება ეს მაინც თქვა სასიამოვნო არ იყოს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში, მაგრამ მთლიანობაში მზე ამოანათებს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გეტკინოთ, მაგრამ თქვა მეორე დღეს მივხვდებით, რომ ეს საჭიროც იყო, დროულიც იყო და სხვაგვარად შეიძლებოდა, ვთქვათ, ბევრად უფრო ნეგატიური შედეგი დამდგარიყო, ან სიტუაცია კიდევ დიდხანს ყოფილიყო ბურუსში, ვთქვათ, მოყოლილი და გაუგებარი თქვენთვის. კიდევ რა შემიძლია გითხრათ არკან მზესთან დაკავშირებით? არკანს ხო რაღაცა ეჭვები გაცხადდება, როგორც იტყვიან, საკუთარ ნახეთ, საკუთარ თავთან დაბრუნების
პერიოდს აჩვენებს უდაოდ. საკუთარ თავთან დაბრუნების პერიოდს აჩვენებს უდაოდ. კი, ახალი რამების სწავლისთვის ძალიან კარგი პერიოდი არის ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? მთლიანობაში პროვოკაციები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ყოჩაღი გოგო ბიჭები ხართ და ვფიქრობ, რომ ამ პროვოკაციებს აუცილებლად გაუძლებთ და სწორად დახვდებით და შევხვდებით. და პროვოკაციები ყოველთვის იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს, საკუთარ პროცესებში იყოს, რაც მაგალითად დიდად პარაზიტ ადამიანებს არ მოსწონთ ხოლმე, ხო, რომლებიც მით უმეტეს აქამდე მიჩვეულნი იყვნენ თქვენს ყურადღებას ენერგიას და უცებ ეს ყველაფერი როგორ გაუბედეთ და მოაგელით. გავიგეთ, ხო? კარგი არკანია მთლიანობაში, ახლა ვნახოთ ფინანსური ენერგია როგორ იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსური ენერგია შევაფასოთ, კვერთხების ტუზი. ნახეთ, როგორი კარგი ცეცხლოვანი არკანები მოვიდა, ხო? ცეცხლოვანი კვერთხების ტუზი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ვამბობ ჯგუფში, რაც კი ახალი იდეა მოვა თავში, ნებისმიერი იდეა აუცილებლად ჩაიწერეთ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს და ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსული იდეები ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება როგორც მინიმუმ, როგორც ფინანსურად ძალიან სასარგებლო და კარგი, ასე ვთქვათ, სტარტაპი, ხო, დასაწყისი რაღაცა ძალიან კარგი ფინანსური, ვთქვათ, შემოსავლის გასაძლიერებლად, რაღაც ახლის სასწავლად, ახალი ფინანსური წყარო შეიძლება გაგეხსნათ, ხო? ენერგია იქნება, мотивация იქნება. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს რაღაცა სწრაფი ფული, სხვათა შორის ხო სწრაფი ფული, როდესაც უცებ მოვიდა რაღაც აზრი, ვთქვათ, აი განსაკუთრებით ვისაც თავისი ხელნაკეთი ნივთები აქვს, ან რაღაც თავის რაღაცებს აკეთებს, ეს შეიძლება რაღაცა ისეთი სერია გამოუშვას, ან რაღაცა ისეთ რაღაცებზე იმუშაოს, რაც ნამდვილად მისთვის ფინანსურად სასარგებლო იქნება, ხო? კარგად ვიცით, რომ ვისაც თქვა თავისი საქმე აქვს, ხან ესია, ხან ისია, მაგრამ აი მთლიანობაში ამ ერთი კვირის მანძილზე ენერგიაც გექნება და პოტენციალიც იმისთვის, რომ რაღაცა თქვენთვის ახალი საინტერესო და სასარგებლო დაიწყოთ. ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს, ძალიან არ მინდა ხა რაღაც ესეთი ამოვიდეს, რაც ნაკლებ სასიამოვნო იქნება, მაგრამ ესეც პროცესის ნაწილია. მოკლედ, კვერთხების ტუზი. ყველაფერი, რაც ახალია თქვენს ცხოვრებაში, სწავლა იქნება, შექმნა იქნება, პროცესი იქნება, იდეა იქნება, არაფერი არ დაიგნო. ყველაფერი აბსოლუტურად მინიმუმ ჩაიწერეთ, მაქსიმუმ გაუკეთეთ რეალიზება, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება თქვენთვის სწორი ენერგიები ამ ერთი კვირის განმავლობაში და მთლიანობაში მომწონს თქვენი ფინანსური ენერგიები. შეიძლება აქედან რაღაცა ძალიან კარგი და დიდებული შეიქმნას. ტუზი უბრალოდ პირველადი ენერგია, ტუზია, პირველი ცეცხლია და ამ ცეცხლს რა თქმა უნდა შენარჩუნება უდაოდ სჭირდება. ესეთი ცეცხლები ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება, ხო, მოტივირებული იქნებით ძალიან. კეთილი, ხა ჩვენ ვნახოთ ჯანმრთელობა როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. თასების დედოფალი ძალიან მომწონხართ, ჩემო ძვირფასებო. მომწონს როგორც მივდივართ. თასების დედოფალი. არკანი მზე და თასების დედოფალი, როგორ უხდებიან ეს არკანები ერთმანეთს. ჯანმრთელობის მხრივ, პირველ რიგში მიაქციეთ ყურა, აი რაღაცა დედობისკენ მოდის კიდევ რაღაც ინფორმაცია, და სასურველი და დამდგარი ფეხმძიმობა ან დედობის ზიარება, ხო, როდესაც ადამიანი ეზიარება დედობას. თასების დედოფალი და ჯანმრთელობა. მთლიანობაში თასების დედოფალი ეს არის ემოცია. თასების დედოფალმა უნდა გამოუშვას ემოცია. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ თავს ძალიან კარგად იგრძნობთ, შეგიძლიათ ესეთი რაღაცა დეტოქს პროგრამა ჩაიტაროთ, მეტი წყალი მიიღოთ, მეტი, ვთქვათ, აბაზანები. უნდა აბაზანა არ გულისხმობ შხაპის გადავლებას უბრალოდ, არამედ ღრმად წყალში, ვთქვათ, ვისაც თქვენი აბაზანები გაქვთ, ვთქვათ, მარილი წმენდა წლების წინ გითხარით, რომ ძალიან კარგია, ხო, ელემენტარული ცუდი ენერგიები რომ მოიცილოთ, ხო? ორგანიზმს წმენდა ჩაუტაროთ. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თქვათ, გაიკეთოთ ჩეკაპი ქალურ ორგანოებზე, ანუ შეიმოწმოთ სარძევე ჯირკვლები, ასე იგი, გადაირბინოთ საშვილოსნო, ნახოთ რა მდგომარეობაში გაქვთ, ხო? მაგრამ მთლიანობაში აქაც მოდის ძალიან კარგი პასუხი, ხო? რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის, მე აქ ვხედავ გამოჯანმრთელების პროცესს, როდესაც ადამიანი ემოციურადაც და ენერგეტიკულადაც და ჯანმრთელობითაც ძალიან კმაყოფილია და
და მოსწონს და ბედნიერია იმ შედეგით, რომელიც ნამდვილად აქვს, ხო? ჯანმრთელობის მხრივ კიდე რა შემიძლია გითხრა? თავს იგრძნობთ ძალიან კარგად. თავს იგრძნობთ საჭიროდ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მე გირჩევდით, რომ თუ გინდათ, რომ გარკვეული ვთქვათ საკუთარი თავი დაასაჩუქროთ და დამსახურებული დასვენება მოუწყოთ, ხო გეუბნებით, აი მაქსიმალურად დაწყებული საკუთარი თავის სიყვარულით, დამთავრებული საჩუქრებით, ყველაფერი, რაც ასევე სხეულს, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხეულებრივი პროცესები, ხო? სხეულს მიაქციეთ ყურადღება, მასაჟი გაიკეთეთ, ხო? აი, ყველანაირად ინვესტირება გააკეთეთ საკუთარ სხეულსა და საკუთარ ემოციებში. თქვენ ეს დაიმსახურეთ. ეხლა ვნახოთ პარტნიორულ ურთიერთობებში რა ხდება. პარტნიორულ ურთიერთობებში კი მოვიდა ხმლების მეფე. მევიდა. ხო, ნუ ხმლების მეფე რა გითხრათ, რა უნდა ამას ახლა? კარგად დავიწყეთ გოგოებმა და მოვიდა. რა გინდა? რა უნდა? ხმლების მეფეს? არა, შეიძლება რაღაცა პერიოდი კონდეს რთული სხვათა შორის პარტნიორს, თუ ამჟამად გყავთ პარტნიორი, რაღაცა რთული პერიოდი, სადაც შეიძლება ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს, ენერგია ნამდვილად გექნებათ იმისთვის, რომ დაეხმაროთ, დაასაპორტოთ ადამიანი, მიაქციოთ ყურადღება. მთავარია აქ ხმლების მეფემ ძალიან ხშირად იცის ხოლმე, რა იცი, არ უყვარს, როდესაც იმდანაც ისეთ ვიბრაციებში არა ძირითადად, რომ არ მოსწონს ვთქვათ ესეთი მეოცნებე, ესეთი ენერგიები ხვდებით, ხო? აი საკუთარი სხეული, მასა, ისეთ რაღაცას გეტყვის, რომ რაღაცა სურვილი გიქრება ხოლმე ადამიანს, რომ ქალს, რომ რაღაცა ხვდებით, ხო? თუნდაც რაღაცა თქვენს ვარდისფერ ღრუბლებში ინავარდოთ, ხო? უცებ რაღაცა დაგახეთქებთ მტკივნეულად მიწაზე. ახასიათებს ამ პერსონაჟს ესეთი რაღაცები, ხო? იმიტომ რომ ზედმეტად ესეთი ამ მატერიალურ, ლოგიკურ ენერგიებში და ნაკლებად სჯერა ყველაფერი იმის, რაც მის, ასე ვთქვათ, მისი თვალით ვერ არის სახქმული ისე როგორც მას უნდა, ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცას ვერ ხედავს და არ შეუძლია რომ შეეხოს, ნაკლებად, ხო, ეს სოციალური ტიპია, ხო? კიდევ რა შეიძლება იყოს პარტნიორულ ურთიერთობებში? შეიძლება ადამიანს დახმარება გაუწიოთ, თქვენი ჩართულობა დაჭირდეს ადამიანს, სანერვიულო შეხვდეს, დაეხმარეთ ადამიანს, იცით, მიეცით ეს ემოციური მხარდაჭერა, იმიტომ რომ მისთვის ეს ძვირფასი და მნიშვნელოვანი იქნება, უნდა არავითარ შემთხვევაში თქვენი საკუთარი განწყობები არ გაიფუჭოთ, ხო? სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს ადამიანი თუ კი ყოფილია, გეტყოდით რომ ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერით, იმიტომ რომ აქ ადამიანი რაღაცა თავისი პირობებით მოდის, რომელიც შეიძლება მერე არ მოგეწონოთ ან თქვენთვის სასიამოვნო არ იყოს, ხო? კიდევ რა შეიძლება იყოს? თუ ეს არის ახალი ნაცნობობა, 10 ყური და 10 თვალი გქონდეთ ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება იყოს რაღაცა ადამიანი თავისი რაღაცა ტრამვებით და უბრალოდ თქვენთან მოვიდა როგორც უფასო ფსიქოლოგთან და თავისი ტრამვების რაღაც გადმოხოცება შეიძლება უნდადეს თქვენზე. ხო, აი გააჩნია, ძალიან ინდივიდუალურია, ვის როგორ და რანაირად აქვს სიტუაცია, ხო? და ვინ რა პროცესებშია, მაგრამ მთლიანობაში თუ ეს ადამიანი თქვენია, გირჩევთ რომ გაუწიოთ ის დახმარება, იმიტომ რომ მე შეიძლება უფრო მეტად რო არ დაეხმაროთ და თქვათ ეს რაღაცა მხარდაჭერა არ ანახოთ, მე შეიძლება უფრო მეტად სუნი აუშვას, ხო, როგორც იტყვიან და უფრო მეტად რაღაცნაირად გაგიფუჭოთ ის განწყობა და რაღაცებში დაგადანაშაულოთ და ასე შემდეგ. რა მოკლედ, აი პროვოკაციებს ამ ნაწილში ერიდეთ და სხვა არაფერი, ხო? ჯობია რომ დრო გამოუყოთ ადამიანს და თქვათ ერთგვარი საწოვარა ჩაუდოთ პირში და გააჩუმოთ და გააჩეროთ, ვიდრე თქვათ მე საკუთარი განწყობას გაიფუჭოთ მთელი კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. უბრალოდ იცოდეთ რომ არის ეს ერთგვარი პროვოკაცია და თქვენი ეგოს გაკვეთილი აგერ ზუსტად ვინმე ხმლების მეფე იქნება და ახლა ვნახოთ გაფრთხილება სამყაროსგან. ხმლების ტუზი, გადაწყვიტე და გადაჭერი დრო მოვიდა, რომ გაჭრათ, გადააჭრათ, გადაწყვიტოთ და რას ეხება ეს ყველაფერი, ხო? რას ეხება?
მოგივათ იდეა თუ როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი, რა შეხება არკან შეყვარებულებს. არკანი შეყვარებულები და ცხრიანების პენტაკლები. რა გითხრათ შემოწირო ფასობა? მოვიდა დრო, რომ მიიღოთ არჩევანი, გადაწყვეტილება, ხო? თქვენთვის რა უფრო მეტად მნიშვნელოვანი. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში დავიხურეთ ქუდი და წამოვედით, მაგრამ თუ ამისთვის, ვინც ტოქსიკურ ურთიერთობებშია და ამისთვის მზაობა არ არის ჯერჯერობით, ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა გამოამინდებას ელოდებით რაღაც პროცესს, რომ აი ეს აქამდე უნდა მივიდეს და მე ვიფიქრებ ამ ყველაფერზე. ოკეი, აქ თქვენ გეუბნებიან, რომ გადაწყვეტე, რა უფრო მეტად გირჩევნია, ხო? ვთქვათ, ემოციები, საკუთარ თავს დაუთმო და ენერგია და რესურსი, თუ მთელი ეს ყველაფერი ჩარეცხო იმ ურთიერთობებში, საიდანაც პასუხს არ გცემენ, ხო? ანუ მარტო სამხრივია ეს ყველაფერი. აი ამასთან დაკავშირებით იქნება, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მისაღები და მე ვფიქრობ, რომ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ და აირჩევთ აქ საკუთარ თავს და ამას ძალიან ლამაზად გააკეთებთ. და ეს შესაძლოა გააკეთოთ ნამდვილად ზედმეტი კონფლიქტების გარშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეიძლება ვთქვათ, მეორე მხარეს არ მოეწონოს, მაგრამ ნამდვილად თქვენთვის სასარგებლო პოზიციას დაიჭერთ. თუმცა ეს ყველაფერი ეხება არჩევანს, რომ მე ვირჩევ ჩემს თავს, ხო, არა მაინც და მაინც პარტნიორულ ურთიერთობებს და არკანის შეყვარებულებას ასევე არჩევანის არკანია, სადაც თქვენ ამბობთ, მე ვირჩევ ჩემს თავს. დადგებით არჩევანის წინაშე სხვა ადამიანები თუ მე. და თქვენ აირჩევთ საკუთარ თავს. საკუთარ დასვენებას, საკუთარ კომფორტის ზონას. და ძალიან ბევრ გოგო ბიჭებს ეს ყველაფერი სასწავლი აქვთ. იმიტომ რომ მხოლოდ გასცემენ არიან გამოწურული ლიმონის პოზიციაში და ზუსტად ეს ამ არჩევანს გააკეთებთ თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში და გეუბნებიან, რომ გააკეთე ეს არჩევანი შენ სასარგებლოდ. და გაკეთებულიც იქნება უდავოდ. ნამდვილად. გადაწყვეტილება იქნება მიღებული თქვენი მხრიდან. იმიტომ რომ ახლებურად დაინახავთ და ახლებურად გადააფასებთ ყველაფერს და მიხვდებით, რომ თქვენი თავი სადღაც იმაზე არ გიპოვიათ, ხო? როგორც იტყვიან. საკუთარი ემოციები და საკუთარი გრძნობები, ცოტა უხეშ სიტყვას გამოვიყენებ, მაგრამ სანაგვეზე არ უპოვია ადამიანს და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი პირადი დრო გამონახოს თავისი პირადი სურვილებისთვის, პირადი პროცესებისთვის და ეს ყველაფერი დანაშაულის გრძნობის გარეშე მიიღოს სამყაროსგან, ხო? ჩვენ ყველა ამას ვიმსახურებთ. დაგემშვიდობებით, შემოძვირფასებო, საუკეთესო ერთ კვირას გისურვებთ. მე მომწონს თქვენი ეს ერთი კვირის არკანის ენერგიები. კარგად მიდიხართ ნამდვილად. და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს საუკეთესო სურვილებით.